Shalom, მოგესალმებით ყველას ვირფასო მაყურებლებო. დღეს მინდა მოგიყვეთ ძალიან საინტერესო ისტორია, რომელიც მოხდა რამდენიმე წლის წინ, კერძოდ 5756-ში, ჰეტავშინ ნუნ ვავ, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ერთ-ერთი ებრაელი წვიმიანი დღე იყო და ავტოსტრადაზე დაინახა, რომ მანქანა არის გაჩერებული გვერდზე და მანქანის მძღოლი ცდილობს საბურავის გამოცვლას, მან გააჩერა მის გვერდით და შესთავაზა დახმარება და რა თქმა უნდა მძღოლმა მიიღო მისგან დახმარება და ასეთ წვიმაში, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება მალე გამოეცვალათ საბურავი და დადგომოდნენ გზას და როდესაც მორჩნენ უკვე ყველაფრის გაკეთებას, ფანჯარა ჩაიწია და მანქანის პატრონმა გააღო, ასე ვთქვათ, ფანჯარა და ჰკითხა ებრაელს, რითი შეეძლო მისთვის მადლობა გადაეხადა და ებრაელმა რა თქმა უნდა უარი განუცხადა და უთხრა, რომ ჩვენთვის ებრაელებისთვის დიდი მიცვაა ყველასათვის დახმარების გაწევა და ეს მიცვაში გვეთვლება და მისგან რა თქმა უნდა არანაირი ფულადი დახმარება არ აიღო, მაგრამ მანქანის პატრონმა სთხოვა, ძალიან გთხოვა, თუნდაც ერთი რაღაც პატარა, სულ პატარა მცირედი რა შემიძლია გავაკეთო და ხუმრობით უთხრა, რომ მე არაფერი არ ამჭირდება თქვენიო, თუ გინდათ ჩემ მეუღლეს, ჩემი სახელით ერთი თაიგული ყვავილი გამოუგზავნეთო და მისამართი ჩაიწერა მანქანის პატრონმა და ასე დაშორდნენ ერთმანეთს. გავიდა რამდენიმე დღე, პარასკევ დღეს აკაკუნებენ მათი სახლის კარებზე. კარები გააღო მეუღლემ და ხედავს, რომ ვიღაც დგას და მის გარშემო ალაგია უამრავი ყვავილების თაიგული, ზღვა ყვავილები და ეკითხება სახელს და გვარს, ეს თქვენ მოგართვესო და ქალს გაუკვირდა, არაო, ეს ჩვენო არაფერი არ შეგვიკვეთია, ალბათ შეგეშალათო მისამართიო და მათი კამათი რომ გაიგო მისმა მეუღლემ გამოვიდა გარეთ, გაიგო რაშია საქმე და უთხრა, კი, რა თქმა უნდა, ეს ჩემი შეკვეთილიაო და მთელი ეს ყვავილები შემოიტანეს სახლში, ადგილი არ იყო უკვე სად დაედგათ ყვავილები, რამდენიმე $1000 ყვავილები იყო მოტანილი და ერთ-ერთ თაიგულში მათ აღმოაჩინეს ბარათი, სამადლობელო ბარათი, ასე ვთქვათ და ბარათში წერია: დიდი მადლობა მეგობარო, მე არ დავივიწყე თქვენ მიერ გაკეთებული სიკეთე. როდესაც ჩვენ ავტოსტრადაზე გვერდით 1000-ობით მანქანამ ჩაგვიარა, თქვენ იყავით ერთადერთი, ვინც შეგვამჩნიეთ და დახმარება გაგვიწიეთ და არც მე არ დამვიწყებია და მეც სურდა მთელი გულით დახმარება თქვენი, გავარკვიეთ თქვენი ამბავი, გავიგე რომ თქვენი სახლი ბანკიდან არის ვალით აღებული და $100,000 დაფარულია, ღმერთმა შვიდობაში მოგახმაროთო. და რა თქმა უნდა, ბარათს ხელს აწერდა ვინ? არც მეტი და არც ნაკლები, დონალდ ტრამპი. რატომ მოგიყევით ძვირფასო მეგობრებო ეს ისტორია? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს მოხდა 5756 წელს. დღეს ჩვენ ვართ 5791-ში. მე 1-2 კვირის წინ გამოქვეყნებული მქონდა სტატია, სადაც გარკვევით დავწერე და ვითხოვე მკითხველისაგან, რომ არც ჩემთვის და არც სხვა ებრაელებისათვის არ მოელოცათ არაებრაელთა ახალი წელი და ამან ძალიან დიდი კამათი გამოიწვია გარკვეული მიზეზების გამო. გამახსენეს ბავშვობა, ახალგაზრდობა და ასე შემდეგ, სად იყავი, შენც დახტოდი კურდღელივით ნაძვის ხის გარშემო და დაბადების მოწმობაში და პასპორტში გიწერია თარიღი ახალი წელთაღრიცხვით და არაებრაული კალენდრით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემი პასუხი ყველასათვის იქნება ერთი. თორა არ შეცვლილა და არ შეიცვლება არასოდეს. ებრაელებისათვის მიცვის ებრაელებისათვის ყველას დახმარება, ხესედი, ქველმოქმედება, დიდი მიცვა იყო, არის და იქნება ყოველთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ მე არაებრაელს არ მიულოცე მათი დღესასწაული, რომ ის მე მათ პატივს არ ავცემ და რომ ისინი მე არ მიყვარს. ალბათ ზოგიერთი თქვენგანი მაინც მეტნაკლებად მიცნობს და მე ყველანი ისე მიყვარს, როგორც მიყვარდა ბავშვობაში და როგორც მიყვარდა ახალგაზრდობაში და ზუსტად იგივე პატივს ვცემ ყველას დღეს.
მე არ ვსაჭიროებ არც არავისგან არაებრაელთა დღესასწაულების ჩემთვის მოლოცვას, არავის არ ეწყინოს არც ის, რომ მე პირადად არ მოულოცავ მათ. და რა თქმა უნდა, იგივეა დაბადების დღეებზეც, ხომ? დაბადების დღე ჩვენ გვაქვს ებრაული კალენდრით და სწორედ ებრაული კალენდრით დადგენილი დღის მიხედვით ყველა ებრაელისათვის შეფა ზეციდან მოდის სწორედ იმ დღეს და ამ დღეს ლოცვა და არა სხვა კალენდრით ლოცვა და მილოცვა და გადახდა არანაირად არაფრად არ გვეთვლება. ხომ? ეს რაც შეეხებოდა ებრაულ კალენდარს. რაც შეეხება საბუთებში ჩაწერილ დღეებს, რომელი კალენდრით არის ჩაწერილი, კომუნისტების დროს, რომელ ებრაულ კალენდარზე იყო საერთოდ საუბარი და დღესაც რა თქმა უნდა არ იწერება, ხოლო ის რომ ებრაულ სახელმწიფოში ისრაელში დღეს ჩვენ ხმარობთ საბუთებში ებრაულ კალენდარსაც და არაებრაულსაც, ყველა ნორმალური ადამიანი დაფიქრდეს და თვითონ გასცეს საკუთარ თავს პასუხი, რატომ წერთ ორივეს. და კიდევ ერთი ფაქტი ის რომ ჩვენც დავხტოდით ნაძვის ხის გარშემო, სამწუხაროდ ბავშვობაში არ აქვს არანაირი შეხება და არ ვსწავლობდით კომუნისტების დროს ებრაელთა ისტორიას და არ ვიცოდით ბევრი არაფერი და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი უცოდინრობით თუ რამეს ვაკეთებდით, ვინმე წამოგვაყვედროს და შეგვახსენოს. მადლობა გამჩენს, რომ დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება ვისწავლოთ ჩვენი ისტორია და გვაქვს საშუალება ვისწავლოთ და შევასრულოთ მიცვები ჩვენს შვილებსაც, არა მარტო ისრაელში, არამედ საზღვარგარეთაც. და კიდევ ერთი თუ ყველას გაინტერესებთ რამდენად სწორი ისტორია მოგიყევით დონალდ ტრამპის შესახებ, პირადად დაურეკეთ, დღეს ხომ ჩვენ ყველას შეგვიძლია ყველაფერი, ყოვლის შემძლენი ვართ და კითხეთ რამდენად მართალი ისტორია მოვყევი. ყველას დიდი მადლობა ყურადღებისათვის, დიდი პატივისცემით, სარა ლალი. კარგად გრძანდებოდეთ, შაბათო.